25 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას. რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა ივანიშვილის პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით BBC-ს ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. მათი თქმით დასადგენია, ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ხომ არ წარმოადგენს ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას. არასამთავრობოების სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის გამოსააშკარავებლად უახლოეს დღეებში საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფების საქართველოში ჩამოსვლასაც მოითხოვენ. 2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები შეიცავს შოკის მომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭაობში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა. თუმცა BBC-ს ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ დასადგენია პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება, ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას. უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა. ამავდროულად მოვითხოვთ საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.